განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. წინა საუბრებში ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე ჟანრი საეკლესიო ლიტერატურისა, ამჟამად შევეხებით კიდევ ერთ ჟანრს, ასკეტიკას. ყველა ჟანრი, რაც განვიხილეთ და რაც განსახილველია, ნიშნულობას განსაკუთრებულს შეიცავს, ამიტომ თითქმის ყველა მათგანზე ვამბობდით, ამის შესახებ, მათ განსაკუთრებულობას ვასაბუთებდით, იგივე შეიძლება ითქვას ასკეტიკის შესახებ. რა თქმა უნდა, ასკეტიკა როგორც ჯერ მოღვაწეობის სახეობა და შემდეგ ამ სახეობის ამსახველი ლიტერატურა უთუოდ განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ეკლესიის მამათა სწავლებით ასკეტობა და ქრისტიანობა განუყოფელია ერთი მეორისგან. ზოგჯერ მიიჩნევა, რომ ასკეტიზმი, ასკეტური მოღვაწეობა იწყება მეოთხე საუკუნის დამდეგიდან. ეს გახლავთ მცდარი თვალსაზრისი, მეოთხე საუკუნის დამდეგიდან ფუძნდება და საყოველთაო მოვლენად ყალიბდება ასკეტიზმის ერთ-ერთი სახეობა განდეგილობა. მაგრამ ასკეტიზმი და განდეგილობა ერთი და იგივე არ გახლავთ. ასკეტიზმი არის ფართო ცნება, ასკეტური ღვაწლი არის გაცილებით ფართო ცნება, ვიდრე განდეგილობა. კვლავ აღნიშნავთ, რომ განდეგილობა ერთ-ერთი სახეობა ასკეტური მოღვაწეობისა, ხოლო ასკეზისი, ანუ ძველ ქართულად მოღვაწეობა, ფართო მნიშვნელობისაა და ყველა ქრისტიანისთვის არის ნიშანდობლივი ქრისტიანული მოძღვრების ყოფითი დაფუძნების პირველ ჟამიდანვე. პირველი საუკუნის ქრისტიანების ისეთივე ასკეტები არიან, როგორც მეოთხე-მეხუთე საუკუნეებისა, სხვა საუკუნეებისა, ოღონდ მათი ასკეტური მოღვაწეობის სახეობა არ გახლავთ ერთი და იგივე. როდესაც ქრისტიანი საღვთო მცნებების შესაბამისად თავს მოიზღუდავს ამა ქვეყნის სიამეთაგან, ამა ქვეყნის ვნებათაგან, საცთურთაგან, ცოდვათაგან, ეს უკვე ასკეტური ღვაწლია. თვით ტერმინი ასკეტიზმი უაღრესად საყურადღებო შინაარსს შეიცავს. ასკეუ ბერძნულად გულისხმობს წვრთნას, ვარჯიშს, მზადებას. ჩვენ არ გამოვიცხავთ, რომ ეს ტერმინი უკავშირდებოდეს მეორე ბერძნულ სიტყვას ტოსკეუონ, რაც ჭურჭელს ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში ამ ტერმინის ასკეზისის შინაარსში უეჭველად იგულისხმება წვრთნარისკენ საკუთარი სხეულის, საკუთარი ბუნების, საღვთო ჭურჭლად შემზადებისკენ სწრაფვა გახლავთ ასკეტიზმი. მართალია წვრთნას ვარჯიშს ნიშნავს ასკეუა, მაგრამ ამავე დროს ნიშნავს კეთებასაც, მზადებასაც, ფორმირებასაც. ადამიანი წვრთნის საკუთარ ბუნებას, რომ შეამზადოს იგი საღვთო ჭურჭლად, ღვთის ჭურჭლად, სულიწმინდის ჭურჭლად. აი ესა ასკეტიზმის არსი, რაც თვით ამ ტერმინში იგულისხმება, ამას ვამბობთ. ჯერ ზმნა ასკეუ ორი შინაარსით, მზადება, კეთება, დამზადება და ამავე დროს წვრთნა, გაწაფვა, ვარჯიში და მეორე მხრივ ჭურჭლის აღნიშნულ სიტყვასთან მისი ეტიმოლოგიური კავშირი, რაც ჩვენი აზრით საკმაოდ სარწმუნოა და დებულებად ჩამოყალიბება ამ სიტყვაში ნაგულისხმები აზრისა. საეკლესიო ასკეტიზმი ეს გახლავთ საკუთარი ბუნების, ადამიანის მიერ საკუთარი ბუნების წვრთნა, რომ იგი ეს ბუნება შეამზადოს, დაამზადოს, შექმნას ჭურჭლად საღვთო ჭეშმარიტებისა, სულიწმინდისა, გარდაქმნას ღვთის ჭურჭლად, ღვთის ნაკეთობად. ასკეტური მოღვაწეობა მოციქულთაგან, მაცხოვრისგან და მოციქულთაგან საფუძველ დადებული, თანდათანობით ნაირსახოვანი ხდება, მაგრამ ყველაზე მეტად გამოკვეთილი სახე მან შეიძინა ასკეტურმა ღვაწლმა შეიძინა მესამე საუკუნის მიწურულს და მეოთხე საუკუნის დამდეგს. განდეგილურ, ამას სოფლისგან განშორებულ მოღვაწეობაში, რასაც სხვაგვარად მეუდაბნოება ეწოდება. განდეგილობაც შინაგანად მრავალსახოვანია, მაგრამ ვიდრე ამაზე ვისაუბრებდეთ, ჯერ ის უნდა აღვნიშნოთ, თუ რატომ შეიძინა განდეგილობამ ასეთი ყოვლის მომცველი სახე სწორედ მეოთხე საუკუნის დამდეგიდან და რატომ არ იყო შესამჩნევი ასკეტიზმის ეს სახეობა უფრო ადრე. აქ ჩვენ უპირველეს საყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ ფაქტს. ვიდრე მეოთხე საუკუნემდე პირველი სამი საუკუნე ქრისტიანული სარწმუნება რომის იმპერიაში არსებითად მოწამეობრივი, მარტვილური იყო. ქრისტიანობა იდევნებოდა უკიდურესი დევნულობით. ყველა ფორმა იყო გამოყენებული მის წინააღმდეგ, ყველა ფორმაში უგულისხმობთ ფიზიკურ ძალადობას პირველ რიგში და აურაცხელი ქრისტიანი მსხვერპლად შეეწირა ამგვარ დევნულობებს სხვადასხვა იმპერატორის ჟამს აღმოცენებულს,
მაგრამ არანაკლებ საშიში იყო სიტყვის მიერი დევნულებაც, ცილის წამებითი ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია და ამის შესახებ მეორე საუკუნის აპოლოგეტები დაწვრილებით ცნობებს გვაწვდიან ჩვენ, ვრცელდებოდა უაღრესად მძიმე და საშინელი ცილისწამებანი ქრისტიანთა ცხოვრების შესახებ, მიუთითებენ სამ ძირითად ცილისწამებას ქრისტიანთა მიმართ, რომ პირველ რიგში ქრისტიანებს უწოდებდნენ უღმერთოებს, ათეიოი, ანუ ათეისტებს. რაზეც ათენაგორ ათენელი უპასუხებს, რომ ჭეშმარიტად უღმერთონი ვართ იმ კერპების მიმართ, რომლებსაც არავითარი ძალა არ აქვთ, მაგრამ გვწამს ერთი დიადი, უფალი, ყოლის მყრობელი, შემოქმედით სათა და ქვეყანისა. მაგრამ ასეა თუ ისე იმპერატორის წინაშე ქრისტიანობის მოძულენი ავრცელებდნენ ხმებს მათი უღმერთობის შესახებ, ხოლო რომის იმპერიაში, როგორც ამას ერთ-ერთი აპოლოგეტი იგივე წმინდა ათენაგორა ასაბუთებს, უღმერთობა იყო მიჩნეული ყველაზე დიდ უბედურებად და ყველაზე მეტად მძიმე გაუკუღმართებად ადამიანის ცნობიერებისა და სულისა, რაც ასევე იდევნებოდა შესაბამისად. ასე უაღრესად მძიმე ცილისწამება იყო ქრისტიანთა მიმართ, საყოველთაოდ ერთი პერიოდი საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, თითქოს ისინი ადამიანის ხორცს ჭამდნენ და ამას ქრისტიანობის მოძულენი ასაბუთებდნენ ლიტურგიიდან მიტაცებული მაცხოვნებელი სიტყვებით, მაცხოვრისგან წარმოთქმული სიტყვებით, მიიღეთ და სჭამეთ, ესე არის პური ჩემი, თქვენთვის განტეხილი მისატევებელად სოდვათა და შემდეგ სისხლთან დაკავშირებით, სუთ ამისგან ყოველთა, ესე არის სისხლი ჩემი ახლის აღთქმისაი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად სოდვათა. მაგრამ განსაკუთრებით პირველი, რომ მიიღეთ და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი მისატევებელად სოდვათა, რომ თითქოს აქ ადამიანის ხორცის მჭამელობაზეა საუბარი. ამ უმძიმეს ბრალდებასთან დაკავშირებით ათენაგორა იმპერატორებს აუწყებს, თუ ეს ყოველივე მართალია, მაშინ არა თუ უბრალოდ უნდა დევნულება მოაწიოთ ჩვენზე, არამედ დედაბუნდიანად უნდა აღმოფხრათ, ისე რომ სახსენებელი ჩვენი საერთოდ აღარ ისმოდეს, მაგრამ თუ ეს ყოველივე ცილისწამებაა, მაშინ რამ სასჯელს უნდა დაექვემდებარონ რომ ამგვარად ცილისწამებელნი. არანაკლებ მძიმე იყო ქრისტიანთა მიმართ ცილისწამება იმის შესახებ, თითქოს მათ შორის ხდებოდა ინცესტი, ანუ ყოველგვარი აღრევა სისხლისა, ყოველგვარი ნებადართულობა სქესობრივი კავშირისა, რის მტკიცებულებათაც მათ მოჰქონდათ პავლემოციკულის სიტყვები, არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუის მიმართ. რასაც ახლა აღარ სჭირდება მსმენელს განმარტება, აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, ქრისტიანთა მიმართ ფიზიკურ დევნულებასთან ერთად მძლავრად იყო აღბორგებული ცილისწამებლური დევნულება, რომელსაც ზოგჯერ უფრო მეტი და უფრო მძლავრი ზემოქმედება ჰქონდა მასებზე, ვიდრე საკუთრივ ფიზიკურ დევნულებას. მაგრამ ამჯერად ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ ასეთ მხარეს, რომ ამ დევნულებათა ჟამს, ესე იგი მოწამეობრივ ეპოქაში ქრისტიანობისა, ქრისტიანთა მთელი ჯგუფები განერიდებოდნენ ზოგჯერ დევნულობას, თავს აფარებდნენ შორეულ ადგილებში, განსაკუთრებით ეს მოხდა ბოლო პერიოდში, 40-იანი წლების მიწურულს და 50-იანის დამდეგს დეკიუსის დევნულების ჟამს, მრავალი ქრისტიანი განერიდა მდევართა מחვილს და თავი შეაფარეს მიუვალ ადგილებში. როდესაც დევნულებანი დამთავრდა, ქრისტიანებთაგან მრავალნი უკვე იმდენად შეჩვეულნი იყვნენ განმარტოებულ მყოფობას, რომ უკან აღარ ბრუნდებოდნენ და კვლავ განაგრძობდნენ ღვაწლს. ამიტომ ისტორიული გაგებით მრავალი მკვლევარი მიუთითებს იმის შესახებ, რომ განდეგილობის აღმოცენების ერთ-ერთი საფუძველი იყო დევნულებათა ჟამს, მდევართა מחვილს გარიდებულ ქრისტიანთა დამკვიდრება მიუვალ ადგილებში. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოვლენით იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ფაქტს, რასაც განდეგილობა ეწოდება, ვერანაირად ვერ ახსნით. შესაძლოა ამასაც ჰქონდა თავისი წვლილი, მაგრამ თუ ეს იყო გადამწყვეტი, მაშინ განდეგილობა მართლაც პირველ-მეორე საუკუნეებში უნდა დაწყებულიყო, იმიტომ რომ არანაკლებ მძლავრი დევნულობანი მაშინაც ხდებოდა და უეჭველია, რომ ქრისტიანთა გარკვეული ჯგუფები მაშინაც განერიდებოდნენ მდევარის מחვილს. მიზეზი, გადამწყვეტი მიზეზი სულიერ სინამდვილეშია საძიებელი და ეს მიზეზი სავსებით გამოკვეთილი გახლავთ. კვლავ გავიხსენოთ, რომ პირველი 3 საუკუნის ქრისტიანობა იყო მოწამეობრივი. მოწამეობრივი იყო ეს საუკუნეები არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტიანები იდევნებოდნენ და შესაბამისად ისინი ძალაუნებურად მსხვერპლნი ხდებოდნენ მდევნელთა, არამედ იმითაც, რომ მრავალი ქრისტიანი თვით იყო მოწადინე მარტვილობისა. მარტვილობის გვირგვინი აღმატებულია ყველა სხვა გვირგვინზე და ამ გვირგვინის მიმღები
ჭეშმარიტი თანამოწამეა მაცხოვართან, ჭეშმარიტად თანაჯვარცმულია მასთან ერთად, ჭეშმარიტად თანადაფლულია მასთან ერთად და ჭეშმარიტად შესაბამისად თანააღდგომილია მაცხოვრის სიდიადის ბრწყინვალებაში. ამიტომ მარტვილობას ბევრი ეშურებოდა, ჩვენ შემდეგში გვექნება შესაძლებლობა ზედმიწევნით ცხადი და გარკვეული სწავლებანი ამ კუთხით წარმოადგინოთ წმინდა ეგნატე ანტიოქელის მაგალითზე, რომელიც იმდენად ეტრფის და ესწრაფვის მარტვილობას, მოწამეობას, რომ მისდამი უაღრესი სიყვარულით განწყობილ ქრისტიანებს თხოვს, რომ სიყვარულის ზედმეტი არ გამოავლინონ. და თითქოს პარადოქსი ხდება, რომ სიყვარულის გამოვლენა ყოველთვის დიდი სიკეთეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეგნატისთვის, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ საშინელი ხვედრიელის ყოფითი გაგებით ხეცთაგან უნდა დაიგლიჯოს ის, ეგნატი, რომელიც წინასწარჭვრეთს, რამდენიმე დღის შემდეგ დადგება ეს რეალურად, მაგრამ ის წინასწარჭვრეთს თავის ამ მდგომარეობას და რა თქმა უნდა ეს სულიერად უკვე მარტვილია, ამ სოფლისკენ აღარ იმზირება და მას როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს, რა თქმა უნდა, ვალდებულება ექნებოდა მისდამი განსაკუთრებული მადლიერებისა და სიყვარულის გამოვლენის შემთხვევაში მრევლისგან, მასაც ნაცვალი სიყვარული მათთვის მიეგო. ეს კი მისთვის, ეგნატისთვის, თუნდაც წამიერი, მაგრამ მაინც მზერის მოშორება იქნებოდა იმ მარტვილობის გვირგვინის. ის თლიანად მარტვილობის გვირგვინზეა მზერა მიჯაჭვული, მხოლოდ იქეთ იმზირება და ამიტომ რომ არ დაუბრკოლდეს ეს გზა, რომ მზერა ერთი წამითაც არ აუცდეს იმ უდიდეს სიკეთეს, მას თუნდაც სიყვარულის მიერ უკან მოხედვაც კი ამ შემთხვევაში ნაკლებად სურს, ნაკლებად ნებავს, ნაკლებად არის ამის მოწადინე, ამიტომ არ რომ ის ამბობს, ვეტრფი წამებას, მაგრამ არ ვიცი ღირსი ვარ თუ არა. და შემდეგ მაცხოვარს იხსენებს და ამბობს, ტრფიალება ჩემი ჯვარცმულია და თვითონაც ამ ტრფიალების წიაღში შესვლა სურს. ამრიგად მოწამეობას მრავალი ქრისტიანი თვით ეშურებოდა, თუნდაც შუშანიკი გავიხსენოთ, წმინდა შუშანიკი, მე გულითად სიკუდილდ მივალ. ცნობილია ორიგენეს მაგალითით, როდესაც მამამისი შეპყრობილი იყო ციხეში, მან გაუგზავნა ეპისტოლე მამამისს და მოუწოდებდა, რომ მარტვილურად აღსრულებულიყო, თვითონაც ორიგენეც იმდენად იყო ანთებული მარტვილობის სურვილით, რომ არა დედამისის წინააღდგომა უეჭველად მსხვერპლად შეეწირებოდა დევნულებას და მამამისის გვერდით აუცილებლად მარტვილურად აღესრულებოდა. აი ამგვარი მაგალითები სრული უეჭველობით ადასტურებს, რომ ქრისტიანთა შორის არსებობდა დაუძლეველი უდიდესი საღვთო შინი, საღვთო წადილი უკაცრავად მაცხოვართან თანამოწამეობისა. ჭეშმარიტი ფიზიკური მსხვერპლშეწირვის გზით მაცხოვრებელი ჭეშმარიტების წამების, ანუ დადასტურებისა, რასაც მოწამეობა გულისხმობს. მაგრამ დასრულდა რომში მარტვილური ეპოქა, ქრისტიანობა ჯერ შეწყნარებული, ჯერ დაშვებული, შემდეგ შეწყნარებული და ბოლოს აღიარებული სარწმუნოება გახდა და აღარავინ ქრისტიანობის გულისთვის აღარ იდევნება. მაგრამ საღვთო სწრაფვა მაცხოვართან თანამოწამეობისა ყველა ქრისტიანის გულში ღვივის. შესაბამისად, რამდენადაც გარეგანი მდევნელი ფაქტობრივად დაცხრომილია, ქრისტიანებმა თვით მიმართვეს საკუთარი ცოდვილი ბუნების გვემას, ცოდვილი ბუნების დევნას ცოდვებთან შებმა თვით გადაწყვიტეს და ამიტომ დატოვეს ეს სოფელი, რომ უკიდურესი გაჭირვების ჟამს მოღვაწეობის აღსრულების გზით ღირსნი გამختარიყვნენ მაცხოვართან თანამოწამეობისა. განდეგილობაც იგივე მარტვილობა, ოღონდ მხოლოდ სულიერი თვითნებელობითი გზით აღსრულებული საკუთარ თავზე გარეგანი ძალის გარეშე და ეს სულიერი მდგომარეობა განგრძობა იმ ადრინდელი მოწამეობრივი ღვაწლისა, რაც პირველ მესამე საუკუნეების მარტვილებმა ფიზიკური მსხვერპლშეწირვით ჭეშმარიტებისათვის მსხვერპლშეწირვით არჩვენეს. ამიტომ იყო, რომ როდესაც ანტონ დიდის მაგალითი ყველასთვის ცნობილი გახდა, მას შემდეგ რაც წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა მისი ცხოვრება აღწერა, აურაცხელი ქრისტიანი შეუდგა მის კვალს, მრავალთა და მრავალთა შორის აღმოცენდა სახმილი, ანუ ცეცხლი კოცონი გზნებარებისა, განდეგილური მოღვაწეობის გზნებარებისა და მეოთხე საუკუნეში უკვე, იმავე მეოთხე საუკუნეშივე უდიდესი გავრცობა შეიძინა განდეგილურმა ღვაწლმა. როგორც სულიერი მარტვილობის, სულიერი მოწამეობის, აღსრულების ყველაზე ჭეშმარიტმა საშუალებამ და გზამ. განდეგილობის დაფუძნების ნამდვილი მიზეზი სწორედ ეს გახლდათ, რომ მოწამეობრივი სურვილი ქრისტიანისა ამ მხრივ, ასე იგი განდეგილური მოღვაწეობის მხრივ სრულქმნილი იყო, აღსრულებული იყო. განდეგილურ მოღვაწეობას
სათავეს უდებს ანტონ დიდი, თუმცა ადრეც იყვნენ განდეგილები, მათ შორის მაგალითად ჩვენთვის ცნობილი ვინც არის პავლე თებელი, ერთ-ერთი უადრესი განდეგილი 113 წლისა, რომელიც სწორედ ანტონ დიდმა დამარხა, მაგრამ ანტონ დიდი მიიჩნევა მაინც მესაფუძვლად, რამდენადაც მისი ღვაწლი გახმაურდა, აურაცხელი მოწაფე ჰყავდა მას, ამ პავლე თებელს მოწაფეები არ ჰყოლია და სწორედ იმ ანტონ დიდი გახლავთ ის ნიშანსვეტი, რომლისკენაც აურაცხელი ყველა თაობაში აურაცხელი ქრისტიანი მიემართებოდა და მიემართება დღესაც. ჩვენ გქონდა ერთ შემთხვევაში წერილობით აღნიშნვა იმასთან დაკავშირებით, რომ თვით წმინდა გრიგოლ ხანძთელიც ანტონის სულიერ შვილად უნდა ვიგულისხმოთ, იმიტომ რომ მისი აღსრულების შემდეგ მის ცხოვრებაში წერია, რომ ანტონ ერისთავის დასსა შერთულ არსიგიო. ერისთავის ანუ ამ განდეგილთა სიმრავლის მოთავის წინამძღვრის დასშია გრიგოლ ხანძთელი, წმინდა გრიგოლ ხანძთელიც. მაგრამ ჩვენ ახლა ამ საკითხებზე უფრო დეტალურ ყურადღებას არ გავამახვილებთ, ეს ყველაფერი ქრონოლოგიური განხილვის ჟამს იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ანტონ დიდის შესახებაც, რომლის უმნიშვნელოვანესი 7 ეპისტოლე ჩვენამდე მოღწეულია. ხაზგასმა გვინდა იმაზე, რომ სწორედ მაშინ ყალიბდება არსებითად ასკეტური ლიტერატურა. მიუხედავად იმისა, რომ ასკეზისი მანამდეც სახეზეა, გამოკვეთილად ასკეტური ჟანრი, საეკლესიო ლიტერატურის ასკეტური ჟანრი მე-4 საუკუნეში ყალიბდება განდეგილური იგივე სათნოებითი ღვთისმეტყველების სახით. თვით ანტონ დიდის ეპისტოლეები, შემდეგ მისი გაგრძელებლის ამონას ცნობილი უდიდესი მეუდაბნოის ეპისტოლეები, ანდა მეორე მხრივ პირველი სამონასტრო ტიპიკონის შემდგენელის პახუმი დიდის წესგანგება, ორი დიდი მაკარი ალექსანდრიელის და მაკარი ეგვიპტელის მოღვაწეობა და განსაკუთრებით ამ უკანასკნელის მაკარი ეგვიპტელის სულიერი სწავლანი, ძველ ქართულად 26 სიტყვა მისგან და 2 ეპისტოლე თარგმნილი გახლავთ. წმინდა ხორსისიუსის, წმინდა თეოდორეს, უდიდესი სახელები გახლავთ ესენი, წმინდა ისიდორე პელუსიელის სწავლანი. სხვათა შორის უნდა ვახსენოთ აგრეთვე ევაგრე პონტოელი, რომელიც სამწუხაროდ გაუკუღმართდა რამდენიმე დოგმათან დაკავშირებით, განსაკუთრებით ადამიანთა სულების წინასწარ არსებობის ორიგენისტულ ცრუ სწავლებას მიემხრო და ამიტომ ანათემირებულია, მაგრამ მნიშვნელოვანი ასკეტური ღვაწლი და მნიშვნელოვანი ასკეტური სწავლებანი განეკუთვნება მას. ეკლესიას ეს ღვაწლი მისი, რა თქმა უნდა, არ დაუკარგავს, მისი ღირსეული შრომები ჩვენამდე მოღწეულია, სხვათა შორის ძველ ქართულ თარგმანშიც გამოცემულიცაა და იგი ევაგრე პონტოელი ერთ-ერთ მესაფუძვლად ითვლება ასკეტური ლიტერატურისა. მან დააფუძნა ეგრეთ წოდებული მუხლობრივი ფორმა წერისა, დებულობითი, პირველი, მეორე, მესამე ასეთი შეგონებითი სახეობა, რაც მთლიანდება მრგვალ ციფრებში 50-ეული, 100-ეული, 200-ეული და სხვა. ეს მისგან არის შემოტანილი, რასაც თავისი განგრძობა აქვს ერთ-ერთ უდიდეს ასკეტთან, წმინდა იოანეს სინელთან, რომლის კიბე, ანუ კლემაქსი ამგვარი წესით არის დაწერილი. თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში უფრო გვიანდელ ეპოქაზე გადავედით, იოანეს სინელი მე-7 საუკუნეა, უფრო ადრე ისიდორე პელუსიელის შემდეგ უნდა ვახსენოთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად წმინდა პალადიუს მეუდაბნოე, პალადი ჰელენოპოლელი, რომელმაც პირველმა აღგვიწერა ჩვენ მეუდაბნოე მამათა ცხოვრებანი, ის მეუდაბნოენი დაგვიტოვა ჩვენ მარად ცოცხალ სახეებად, რომლებიც უშუალოდ იცნობდნენ მას და რომელსაც თვითონ ემოწაფებოდა. აგრეთვე ჩვენამდე მოღწეული ანონიმი ავტორის დაახლოებით ამავე პერიოდში დაახლოებით 400 წელს დაწერილი ასევე მეუდაბნოე მამათა ცხოვრება. შემდგომ ამისა უნდა ვახსენოთ წმინდა თევდორ ტეკვირელის სირიელ მეუდაბნოეთა ისტორია, უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც ქართულადაც გახლავთ თარგმნილი თეოფილე ხუცესმონაზონის მიერ, ისე როგორც პალადის შრომა ლავსაიკონი, ანუ იგივე მეუდაბნოეთა ცხოვრება ქართულად თარგმნილია წმინდა ეფრემ ცირის მიერ. იოანე მოსხოსის მე-6 საუკუნეში ცნობილი თხზულება ლიმონარი, ანუ 64 მეუდაბნოე მამათა ცხოვრების თხრობების შემცველი წიგნი. შემდეგ იოანეს სინელი, რომელიც უკვე ვახსენეთ, მრავალნი მეუდაბნოენი ამ დროს გამოჩინებულნი უფრო მოგვიანო პერიოდში, ყველაფერი ეს ქმნის იმ უდიდეს სისავსეს, რასაც ასკეტური ლიტერატურა ეწოდება. ამ ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ეგრეთ წოდებული პატერიკონები, თუმცა არსებობდა მატერიკონებიც, სადაც ამ ორ წიგნში აღწერილია მეუდაბნოე მამათა და დედათა
მოღვაწეობის ამსახველი და აღმსახველი თხრობანი და მათი სწავლებანი ლაკონურად შემოკლებითად. ფაქტობრივად პატერიკონია პალადის, თეოდორ დე-კვირელის, იოანე მოსხის შრომები, თუმცა საკუთრივ პატერიკონები უფრო ანონიმურნია და გაცილებით ლაკონურნი და მოკლე ტექსტების შემცველნი. ხშირად ისინი ამბანზეა დალაგებული ეკლესიის განდეგილ მამათა სახელების მიხედვით. ქართულად თარგმნილი გახლავთ ამგვარი ლიტერატურა მე-10 საუკუნემდეც, სხვათა შორის ახლახანს აღმოჩნდა სინას მთის ახალ ხელნაწერებში ძალიან საყურადღებო ტექსტი ამ მხრივ, რომელიც ქართველ მოღვაწეებსაც შეიცავს. ერთ-ერთი შეგვიძლია დავასახელოთ სახელითაც, რომ ჩანს, რომ მისი ქართველობა ჯუანშერი, მამა ჯუანშერი. გამოცემულიცაა ნაწილი ამგვარი ტექსტებისა შუა საუკუნეების ნოველების სახელით, თუმცა აქ ნოველები ალბათ ადეკვატური არ არის შინაარსისა. შემდეგ წმინდა ექვთიმე თარნა პატერიკონი ქართულად, შემდეგ, როგორც უკვე ვთქვით, თეოფილე ხუცეს მონაზონმა, რომელიც უფრო სრულყოფილია, ეფრემისგან თარგმნილი ლავსაიკონიც ფაქტობრივად პატერიკონია. ეს ყველაფერი, ეს თარგმანები და ორიგინალები, რა თქმა უნდა, განუყოფლად ერთი მეორესთან მთლიანობაში ყველა ერში, ყველა მართლმადიდებელ ერში განსაზღვრავდნენ და მიმართულებას აძლევდნენ განდეგილური მოღვაწეობისკენ სწრაფველ თაობათა მისწრაფებებს და შესაბამისად ამგვარი ლიტერატურა უზომოდ განივრცობოდა ერში, როგორც სულიერი სიბრძნის წყარო. ასკეტური ლიტერატურა ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ერთი უმძლავრესი ძარღვია საეკლესიო ლიტერატურისა და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ძარღვი ძალუმად ფეთქავდა და ფეთქავს საქართველოშიც.